ვარ რეზი მამულაძე 9 წლის. ვსწავლობ ბათუმის მესამე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ჰოკეის თამაში და ცურვა. ადრე დავდიოდი ფეხბურთზე ვესტ ჯორჯიაში და ჩემი სურვილით გამოვედი. მქონდა კარგი კარიერა, მაგრამ ჰოკეის გამო გამოვედი. ფეხბურთი ახლაც მიყვარს და სიამოვნებით ვუყურებ ნაკრების თამაშებს. ჩემი საყვარელი ფეხბურთელებია კრისტიანო რონალდო და გიორგი მიქაუტაძე. საყვარელი გუნდი არის PSG. 3 წელი ვითამაშე დაცვაში, მაგრამ შეტევაშიც მითამაშია ზოგ თამაშებში. ყველაზე კარგად დამამახსოვრდა პორტუსთან თამაში, როდესაც მოვიგეთ 5-2. დაცვა ვიყავი, მაგრამ მასწავლებელმა დამარცხევინა, რომ პენალტებში ერთ-ერთი საუკეთესო ვიყავი ჩემ გუნდში. რაც შეეხება ჰოკეის, ჩემი მეზობელი დადის 5 წელია და ერთხელ მითხრა რომ წამომყევიო, მიყურე ვარჯიშსო და მერე შემიყვარდა ჰოკეი და შევედი. ახლა უკვე 6 თვეა, რაც ვარ პროფესიონალი ჰოკეისტი. ვარ უნივერსალი მოთამაშე და დაცვაშიც ვთამაშობ კარგად და შეტევაშიც. თავიდან ყველაზე მეტად გამიჭირდა უკან სიარული. ყველაზე ადვილი იყო ზმეიკები. ანუ ესე ხარ და ამებს აკეთებ რაღაცნაირად. ვარჯიშზე გოლებს არ ვთვლით. პირველი ვარჯიშზე იყო, მაგრამ თამაშიც გავიტარია და თურქეთთან 2 მედალი ჩამოვიტანეთ ოქროსი თურქეთიდან და 2 1000. და მაგ ჩემმა მეორე მეზობელმა 3 გოლი გაიტანა პირველ თამაში და მე 2-ჯერ გადავარჩინე კარები. ჩემი გეგმაა რომ გამოვიდე ძალიან კარგი ჰოკეისტი და ვითამაშო ნაკრებში. იამოვნებით ვითამაშებდი კანადის რომელიმე გუნდში. მიყვარს ჩემი სკოლა, რადგან მყავს ძალიან კარგი კლასელები და ძალიან კარგი მასწავლებელი. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ერეკლე ქამადაძე. ყველაზე ჭკვიანები ვართ მე და დემეტრე მჟავანაძე. ყველაზე მშვიდია ლიზა გვილავა. ყველაზე ცელკია ლუკა გვილავა. ყველაზე ბედნიერი მგონია ელენე კიკავა. მე ვარ ყველაზე სიმპათიური და ჭკვიანი. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. სხვათა შორის წარმატებით ვსწავლობ კომაროვის სკოლაში. დაბადებიდან მაქვს მათემატიკის ნიჭი და მარტივად ვხსნი ამოცანებს და მაგალითებს. ისედაც კარგად ვსწავლობ, მაგრამ კომაროვის სკოლაც მეხმარებათან დედიკოს სურვილია. ჩემი საყვარელი მასწავლებელი არის ირმა დონაძე. ის არის ლამაზი, ჭკვიანი, მხიარული, ასხივებს სიკეთეს და ძალიან კარგად ხსნის გაკვეთილებს, რაც მთავარია უყვარს თავისი საქმე და ბავშვები. ზოგჯერ მგონია რომ ყველაზე უფრო მე ვუყვარ. ძალიან გამიხარდებოდა რომ ირმა მასწავლებელი ყოფილიყო ჩემი ნათლია ან ბებია. მაგრამ ისედაც ძალიან კარგი ბებია მყავს და ყველაფერს მისრულებს. დეიდაზე არჩევანი რომ მქონოდა უფრო ინგლისურის მასწავლებელს ვისურვებდი. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე ჰოკეისტი ან არქიტექტორი. ბავშვობაში მინდოდა რომ გამოვსულიყავი პოლიციელი. ეხლა მინდა ვიყო 5 წლის, იმიტომ რომ ენატრება ჩემი ბავშვობა და ბაღი. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, ბებია, დაიკო და ძაღლი. კიდევ მინდა მყავდეს ერთი პატარა ძმა. ჩემი და არის 18 წლის და ჰქვია ანა. ის არის ჭკვიანი, ლამაზი, ბრანჭია და ნერვების მომშლელი. ხანდახან ნერვებს მიშლის, როცა მეუფროსება. მას უნდა მათემატიკოსობა, მაგრამ ცეკვის მასწავლებლობაც მოუხდებოდა. მამიკო არის ჭკვიანი, სიმპათიური, ვაჟკაცი, მოკეიფე და ძალიან მოყვარვარ მე. დედიკო არის ლამაზი, მზრუნველი, ძალიან ჭკვიანი, ყველაფერში მეხმარება, ყველაფერში გვერჩინდება. მე მყავს ყველაზე კარგი დედიკო და მამიკო მთელს დედამიწაზე. ბებია არის ძალიან ლამაზი, ჭკვიანი და ჩემი სურვილების შემსრულებელი. ძალიან მიყვარს ბებიას გაკეთებული აჭარული ხაჭაპური და დედიკოს გაკეთებული ხინკალი. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს მჭადს და ყველს. ამ ეტაპზე შეყვარებული არ მყავს, მაგრამ ადრე მყავდა. იმ გოგოს იმიტომ დავშორდი, რომ შეხედულებები შემეცვალა და ურთიერთობაც ისე კარგად ვერ ავაწყეთ. ცოლს რომ მოვიყვა, ანუ იქნები 23 წლის. შვილებს დავარქმევ, თუ ბიჭი იქნება სანდროს, თუ გოგო იქნება ანას. მომწონს რაღაც სახე. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია წრიპა ბიჭის დღიური. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი რომანტიკაზე. ასევე მიყვარს
ფილმების ყურება და საყვარელი მულტფილმია Gravity Falls. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ყველგან გავაქრობდი ომს. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ესპანეთში ან ბრაზილიაში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. დროში მოგზაურობა რომ შემეძლო, სად ვიმოგზაურებდი და როდის? მე ვიმოგზაურებდი 2018 წლის საქართველოში, რადგან მაგ დროს ბაბუაჩემ ცოცხალი იყო. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ბაბუასაც გავაცოცხლებდი და ადამიანებსაც გავხდიდი უკვდავებს. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას, რომელი ცნობილი ადამიანი გახდებოდი ერთი დღით და რატომ? მე მაგალითად გავხდებოდი მაკ-კონორი, რადგან ის არის ერთ-ერთი საუკეთესო ჰოკეიში. ბედნიერება არის ჰოკეის თამაში, კარგი მეგობრები და ჩემი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.